რომ ჩვენი ბიჭები ერთად მსახურობენ ყველა სხვა ქვეყნის, ნატოს ყველა სხვა ქვეყნის სამხედროსთან, არის იმისი, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული მასტიმულირებელი ფაქტორი, რომ თვითონ ნატოს სამხედროების მხრიდან ხდება ჩვენების აღქმა, როგორც უკვე მათი საკუთარი ნაწილის. რომელ ქვეყანას ვეხმარებით? ავღანეთი არის ის ქვეყანა, რომელმაც გაეროს გენერალური ასამბლეაზე ჩვენი რეზოლუციის საწინააღმდეგო ხმა მისცა და ჩადგა იმ ქვეყნების რიგებში, რომლებმაც შემდგომ ეტაპობრივად დაიწყეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება. საღამო მშვიდობისა. მე ვახო სანაია ვარ და დღეს წარმოგიდგენ ჩვენს პირველ გადაცემას პირველ არხზე. დღეიდან ყოველ შაბათს 21 საათზე ჩვენ გთავაზობთ ანალიტიკას. დღეიდან ყოველ შაბათს 21 საათზე ჩვენ შემოგთავაზებთ საინტერესო რეპორტაჟებსა და საინტერესო სტუმრებს. ახლა კი ჩვენი პირველი თემა. 2 დღის წინ ავღანეთიდან ქართული ასეულის როტაცია მოხდა. სამშობლოში დაბრუნდა 173 ჯარისკაცი. ისინი სხვა ქართულმა ასეულმა შეცვალა. ჩვენი გადამღები ჯგუფი ერთი თვეა ავღანეთშია. დღეს ჩვენ გაჩვენებთ სად და რატომ იმყოფებიან ჩვენი ჯარისკაცები. დღეს ჩვენ გაჩვენებთ როგორია ქაბულის ცხოვრება. ქალაქის, რომელიც მსოფლიო პოლიტიკის პირველი თემაა. ახლა ავღანეთიდან ჩვენი ჟურნალისტი გიორგი თუხარელი გვერდება პირდაპირ ეთერში. გიორგი, როგორი იყო ეს ერთი თვე ჩვენი გადამღები ჯგუფისთვის და ახლა კონკრეტულად სად იმყოფები? დიახ, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, ეს არის ბაზა warehouse, რომელიც ქაბულის რეგიონში მდებარეობს, გარეუბანში მდებარეობს. ჩვენ როდესაც აეროპორტიდან მოვდიოდით ამ ბაზაზე, დედაქალაქში არ შევსულვართ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს ბაზა საკმაოდ არის დაცილებული ქაბულისგან. ამ ბაზაზეა დისლოცირებული ნატოს წევრი 15 ქვეყნის სამხედრო წარმომადგენლობა. ამავე ბაზაზეა დისლოცირებული ნატოს ის წარმომადგენლობა, რომელიც წარმოადგენს ქაბულის რეგიონალურ საკომანდო ცენტრს. სწორედ ამ ობიექტების დაცვას უზრუნველყოფს ქართული სამშვიდობო ასეული, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტია. როგორც ჩვენ აისაბის წარმომადგენლობაში გაგვიცხადეს, ამ რეგიონში არის გაცილებით სტაბილური მდგომარეობა ვიდრე სხვა რეგიონებში. სულ ავღანეთში 5 რეგიონალური საკომანდო ცენტრია, მათ შორის ეს არის დედაქალაქის საკომანდო ცენტრი, რომელსაც თურქული მხარე ხელმძღვანელობს. როდესაც ქართული სამშვიდობო ასეული აქ მოდიოდა, აქ ჩამოვიდა, მაშინ იყო ფრანგული მხარე ამ ზონაზე პასუხისმგებელი, ხოლო ახლა არის თურქული მხარე. ჩვენ ქართულ სამხედროებს გავყევით პატრულირების დროს, ვნახეთ მათი სამუშაო დღე, როგორ საქმიანობენ, რა საქმიანობენ ისინი, ყველაფერ ამას ჩვენი მაყურებელი, ჩვენი რეპორტაჟიდან შეიტყობს. ამ ბაზაზე არის ყველა ის პირობა, რაც სამხედროს ჭირდება მისი წარმატებით შესრულებისთვის. გარდა იმისა, რომ ეს ბაზა არის ერთგვარად რეგიონალური საკომანდო ცენტრის ცენტრი, ეს არის ერთგვარი ლოჯისტიკური მომარაგების ბაზა, ამიტომ ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ობიექტი წარმოადგენს და მნიშვნელოვანია სწორედ ის, რომ ამ ობიექტის დაცვას უზრუნველყოფს ქართული სამშვიდობო ასეული. ჩვენი მაყურებელი კონკრეტულ დეტალებს ჩვენი რეპორტაჟიდან შეიტყობს. გიორგი, ძალიან დიდი მადლობა პირდაპირ ჩართვისთვის. თქვენ უსმენდით გიორგი თუხარელს, რომელიც ქაბულიდან ჩაგვერთო პირდაპირ ეთერში, ის და ჩვენი ოპერატორი ალექსანდრე გაბელია ერთი თვეა ავღანეთში იმყოფებიან და მასალას იღებენ. ავღანეთი, ესაა ქვეყანა, რომლის შესახებ ბევრი რამ გსმენია. აბსოლუტურ უმრავლესობას არ გვინახავს და ასე ცოტა რამ ვიცით სინამდვილეში. ჩვენი რეპორტაჟი დედამიწის ყველაზე ცხელი წერტილიდან. პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ავღანეთი დღეს არის ცხელი მიწა, რაც ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა საკუთარ თავზე გამოსცადა. გადაცემაც ასე დავასათაურე, ცხელი მიწა. And
აქ დღე მზის ამოსვლამდე იწყება. 3 საუკუნის შემდეგ ქართველი მებრძოლები კვლავ ავღანურ მიწაზე. ახლა უკვე ახალი მისიით. ისევე როგორც 300 წლის წინ, ახლაც ავღანეთში ომია. ომი, რომელიც აქ ალბათ არც არასდროს შეწყვეტილა. ქართველი ჯარისკაცები მსოფლიოს უძლიერესი სამხედრო ალიანსის მებრძოლებთან ერთად 21 საუკუნის უდიდეს გამოწვევას, საერთაშორისო ტერორიზმს ებრძვიან. სამშობლოდან შორს ავღანეთში დედაქალაქ ქაბულთან ახლოს ბაზავეა ჰაუსში 173 ქართველი ცხოვრობს. შარშან ნოემბერში ქართველი სამხედროები ფრანგულ ბატალიონში განაწესეს. ჩვენი ჯარისკაცები ბაზის უსაფრთხოებას იცავენ. მათი მოვალეობაა ჯავშან ტექნიკის გამოყენებით ან ქვეითად პატრულირება. აღმოსანა შედის ბაზის გარე პერიმეტრის კონტროლი, რომელშიც სხვა რეგიონებთან შედარებით არის გაცილებით სტაბილური სიტუაცია და ეს განპირობებული არის იმით, რომ ქართული სამხედრო მოსამსახურეები მაღალ პროფესიულ დონეზე ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. პატრულირება ხდება ყოველდღიურად. დღეში რამოდენიმეჯერ შეიძლება ეს ჩატარდეს. ამ მისიაში ქართველ მანდილოსნებს გვევალება საკონტროლო გამშვებ პუნქტზე შემომსვლელი ქალბატონების ჩხრეკა, რადგანაც არ მოხდეს ბაზის ტერიტორიაზე რაიმე ასაფეთქებელი ან სხვა აკრძალული ნივთების შემოტანა. ავღანეთის დედაქალაქს დღეს უამრავი სამხედრო მოსამსახურე, ნატოს 17 წევრი სახელმწიფოს ჯარისკაცები და ადგილობრივი ავღანური პოლიცია იცავს. ასეთ პირობებში წესით ქაბული მსოფლიოში ყველაზე დაცული ქალაქი უნდა იყოს, მაგრამ მის ქუჩებში ყველგან ტერორისტები საჭრდილია. ამიტომ ჯარისკაცებისთვის გადაადგილება მხოლოდ 100-ია შესაძლებელი, როგორც ახლა კადრში ხედავთ, მძიმე ტექნიკის გამოყენებით და დიდი სიფრთხილით. ამ ქვეყანაში ხომ დიდი ხანია სიკვდილი ჩვეულებრივ ამბად იქცა. ამიტომ ქართველი ჯარისკაცებიც ბაზიდან ყველა წესის დაცვით გამოდიან. მათთან ერთად ვიმყოფებით ჩვენც და ვცდილობთ მაქსიმალურად ფრთხილად შევასრულოთ ჩვენი სამუშაო. القول قول الصوارم كي تسترد المظالم حتى الأراذيل ساموا رسول أهل العزائم. ესაა ქაბული და მისი ქუჩები. დასავლეთში ბევრისთვის ლეგენდად ქცეული ქალაქი. ქალაქი, რომელზეც მსოფლიოში ძალიან ბევრს ლაპარაკობენ ტელევიზიით, ინტერნეტით, უფრო მეტს წერენ პრესაში და ძალიან ბევრს კამათობენ მსოფლიოს ლიდერები კულუარებში. ჩვენ ახლა მის ცენტრალურ ქუჩებზე ვიმყოფებით. ესაა ქაბული. აქ ადვილი შესამჩნევია სიღარიბის და სიმდიდრის საოცარი კონტრასტი. حثالة البغي صالت فأين عهد الحواسم ناسوا بأننا أبات نذود ذود القشاعم نحن الذين وطئنا بالخيل عرش الأعاجم ქართველი და ფრანგი ჯარისკაცები მორიგ პატრულირებას იწყებენ. ფრანგულ ჯავშან ტექნიკას ქართველი სამხედროები მართავენ. პატრულირება უდიდესი სიფრთხილით ხორციელდება. მოწმდება თითოეული საეჭვო პუნქტი. გამოქვაბულებში კი თალიბებსა და დატოვებულ იარაღს ეძებენ. მე პირველად უმეთაურობ ქართულ ქვედანაყოფს და ვამაყობ, რომ ქართველებთან ერთად მსახურობ. თქვენი ჯარისკაცები შესანიშნავად ასრულებენ თავიანთ დავალებას. ეს მისია ქართველებმა საფრანგეთის უცხოეთის ლეგიონისგან გადაიბარეს და მათ მიერ დაწყებული საქმე მაღალ დონეზე გააგრძელეს. ქართული ქვედანაყოფი ისეთივე დონეზეა მომზადებული, როგორც ნებისმიერი ფრანგული სამხედრო ნაწილი. ეს ადამიანი ქაბულის პოლიციის უფროსია. ქართველი ჯარისკაცები მისი ხშირი სტუმრები არიან. საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები ადგილობრივ სამართალდამცველებთან მჭიდროდ თანამშრომლობენ. ასეთ შეხვედრებს ქართული სამშვიდობო ასეული სამშვიდობო მისიის განმავლობაში საკმაოდ ხშირად ახორციელებს. ამჯერად ჩვენ პოლიციის განყოფილებაში ვიმყოფებით, სადაც ქართული სამხედროები ფრანგ კოლეგებთან ერთად უსაფრთხოების საკითხებს განეხილავენ ადგილობრივ პოლიციასთან ერთად. ავღანელი ბავშვები. ბევრი მათგანი სწორედ იმ წელს დაიბადა, როცა ამ მიწაზე ამერიკელმა ჯარისკაცებმა პირველად დადგეს ფეხი.
ეს ბავშვები ომისა და მშვიდობის გზაგასაყარზე იზრდებიან. ქართველი ჯარისკაცები მხოლოდ სამხედრო ოპერაციებით არ არიან დაკავებული. ჰუმანიტარული კამპანიაც მისიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ჯარისკაცებსა და ავღანელ ბავშვებს მეგობრული ურთიერთობა და უკვე ბევრი საერთო აქვთ. ამაუჩენო რომელი ხარ სათაშინა სამშობლოდან შორს 1000-ობით კილომეტრით დაშორებულ უცხო ქვეყანაში სულიერი მხარდაჭერის გარეშე გაძლება ყველა ჯარისკაცს გაუჭირდებოდა. ყველა ქვეყნის კონტინგენტს ყავს კაპელანი. ავღანეთში საქართველოდან მამა იოსები ჩავიდა. ბაზაზე ქართველი სამხედროებისთვის სალოცავი მოქმედებს. ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესია ჯარისკაცებმა საკუთარი ხელით ააშენეს. 2007 წლიდან სენაგის მეორე ქვეითი ბრიგადის სულიერი მოწყვლადი ვარ, რასაც სამხედროების ენაზე კაპელანი ეწოდება. რასაც վել საქართველოში სპის მოწყვლადი ხმებია. მადლობა ღმერთს, რომ მოზღვის ყოფნის აუცილებლობა გათვალისწინებულია დღევანდელ ქართულ ჯარში. ეს იძლევა იმის იმედს, რომ ღვთის შეწევნით მორწმუნე ჯარი უფრო მოტივირებული და მიზანსახული იქნება, რაც ჩვენი ქვეყნის ერთიანობის გარანტია. კაბულის გარდა ქართველებს ავღანეთის კიდევ ერთ რეგიონში ნახავთ. ჰელმანდის პროვინციაში მესამე ქვეითი ბრიგადის 31 ბატალიონი ცხელწერტილში აპრილის შუა რიცხვებში გამოჩნდა. ქართველმა ჯარისკაცებმა ავღანეთში გამგზავრებამდე სპეციალური გადამზადება გაიარეს. მიღებულ გამოცდილებას ახლა დედამიწის ყველაზე ცხელწერტილში იყენებენ. თალიბებსა და მოკავშირეებს შორის გადამწყვეტი ბრძოლა სწორედ ამ რეგიონში მიმდინარეობს. Well, the Georgian forces that are deployed with ISAF ავღანეთის ISAF-ის ოპერაციაში ქართული სამხედროები ყველა დაკისრებულ ამოცანას ასრულებენ. საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს ავღანეთის უსაფრთხოების საკითხში. საქართველოს შეერთებულ შტატებსა და ნატოს სახელმწიფოებს შორის მყარი კოლექტიური თანამშრომლობა ჩამოყალიბდა, რაც მიზნად ისახავს გაძლიერდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, შეიარაღებული ძალები და ქვეყნის უსაფრთხოება, რომ საქართველო გამოწვევების წინაშე ძლიერი აღმოჩნდეს. თითოეული ეს რგოლი არის იმ მშენებლობის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს, რომ საქართველოს საბოლოო ჯამში ნატოს წევრი გახდეს. მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია თქვენმა მაყურებელმა იცოდეს, საფრთხე, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ავღანეთში, ემუქრება არა მხოლოდ შეერთებულ შტატებს ან სხვა რომელიმე ქვეყანას, არამედ ეს არის საყოველთაო საფრთხე, რომელიც ნებისმიერ შეიძლება კარზე მოადგეს. მე ახლახან ვიყავი ორფოლოს პოლიგონზე, სადაც ვნახე ქართული სამხედროების წვრთნები. ისინი ემზადებიან იმისთვის, რომ შეცვალონ ის სამხედროები, რომლებიც ახლა ქაბულში არიან. მე ვნახე ამ წვრთნების შედეგი ქართული სამხედროები მაღალ დონეზე მომზადებულები არიან. დღეს რომ ქართველები და ფრანგები ერთად ომობენ, ეს ჩვეულებრივი მოვლენა. ასე იყო მე-12 საუკუნეში, როცა დიდგორის ბრძოლის დროს ქართული რაინდების დასახმარებლად ფრანგი ჯვაროსნები მოვიდნენ. მეორე მსოფლიო ომის დროს საფრანგეთის არმიაში უდიდესი როლი ითამაშეს ქართველმა ოფიცრებმა, განსაკუთრებით კი საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში. ავღანეთში დღეს ISAF-ის ოპერაციის ფარგლებში ჩვენ ქართველებს საკმაოდ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მისია ჩავაბარეთ. არც ერთ მოსამსახურეს ნატოს შეიარაღებული ძალებიდან, რომელიც იქ ჩვენ ბიჭებთან ერთად მსახურობს. ალბათ არც ერთს არასდროს არ დაებადება კითხვა, არის თუ არა საქართველოს ღირსი რომ ნატოს წევრი გახდეს და არის თუ არა საქართველოს ევროპული ცივილიზაციის და ღირებულებების ქვეყანა. უკეთესი ადგილი იმაში დასარწმუნებლად რომ ეს ესეა, ნამდვილად არ არსებობს და ის რომ ჩვენი ბიჭები ერთად მსახურობენ ყველა სხვა ქვეყნის, ნატოს ყველა სხვა ქვეყნის სამხედროსთან, არის იმისი, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული მასტიმულირებელი ფაქტორი, რომ თვითონ ნატოს სამხედროების მხრიდან ხდება ჩვენების აღქმა, როგორც უკვე მათი საკუთარი ნაწილის. ეს ავღანეთია. მე ახლა გიჩვენებ ზუსტად სად და რა რაოდენობით იმყოფებიან ქართველი სამხედროები. ეს არის ავღანეთის დედაქალაქი ქაბული, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი. ამ ტერიტორიას მთლიანად მოკავშირეები აკონტროლებენ. ქართველი ჯარისკაცების მეორე ნაწილი 750 სამხედრო იბრძვის ქვეყნის სამხრეთში. ეს არის ჰელმანდის პროვინცია, პაკისტანის საზღვართან. ამ ადგილისთვის თალიბები გააფთრებულ ბრძოლებს მართავენ. საქართველო პროცენტულად ერთ-ერთი მოწინავეა, რომელსაც ყველაზე მეტი ჯარისკაცი ყავს ავღანეთში.
ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპერაციაში მონაწილეობის პირველი მხარდამჭერია. ჩვენ ვართ ავღანეთის ISAF-ის პროგრამის ერთ-ერთი დიდი კონტრიბუტორები. არა მხოლოდ ჯარს ვგზავნით ავღანეთში, არავით მონაწილეობდა ჩართული ვარ ჯარის გაწვრთნაში, როგორც საქართველოს, ისე ავღანეთის ტერიტორიაზე. თითოეულ ჯარისკაცს, რომელიც ავღანეთში მისიაშია გაგზავნილი, კარგად აქვს გათვითცნობიერებული რამხელა პასუხისმგებლობა აკისრია. ავღანეთის საკითხზე, ისევე როგორც ამერიკაში, ბრიტანეთში, გერმანიაში, საქართველოშიც არსებობს განსხვავებული მოსაზრებები. რატომ ვიბრძვით ავღანეთში? მოდი მოვისმინოთ ორი რესპონდენტის აზრი. ერთი მათგანი ეთანხმება ჩვენი სამხედროების ავღანეთში ყოფნას, მეორე კი წინააღმდეგია. აგვისტოს მოვლენების შემდგომ და ის პროცესები, რომელიც თქვათ იგივე დასავლეთსა და რუსეთის ურთიერთობას უკავშირდება, ჩვენ არ გვაძლევს თუნდაც იმაზე ფიქრის საშუალებას, რომ ნატოს კარი უახლოეს წლებში ჩვენთვის გაიხსნება და ეს პროცესი ინტენსიური გახდება, ანუ ჩვენი ინტეგრაცია. მეორე არის, რომ ამით ჩვენ თუ ვაგზავნით უცხო ქვეყანაში ჩვენს ჯარებს, ჩვენს ქვედანაყოფებს, ეს არ გვაძლევს და არ გვიქმნის ჩვენ დამატებით უსაფრთხოების გარანტიებს, მაგალითად ვთქვათ, თუ ჩვენ ვეხმარებით შეერთებულ შტატებს ან ნატო ან შეერთებული შტატები არ იღებენ პასუხისმგებლობას, რომ აგრესიის შემთხვევაში ისინი იქნებიან ჩვენი უსაფრთხოების გარანტორები. ზუსტად 10 თუ 15 წუთში ნიუ-იორკის ტერაქტის დროს პირველი შენობის აფეთქებიდან ზუსტად 10 თუ 15 წუთში ბანკის ხეობიდან ავღანეთში და მიულოცეს წარმატებით ჩატარებული ოპერაცია. მეორე თვითმფრინავი ჯერ კიდევ არ იყო დაჯახებული მეორე სათამბჯენს, დანგრეული არ იყო არც ერთი სათამბჯენი, პირველ ზარი უკვე გაისმა ბანკის ხეობიდან ავღანეთში. ეს ზარი ამერიკელებმა დააფიქსირეს. და ეს ზარი სპეცსამსახურებმა იციან. ბანკში ჩვენ 2000-იანი წლების დასაწყისში ქონდა ძალიან სერიოზული, ძალიან ღრმა და ფესვს გამდგარი ბუდე ტერორიზმის. ასე რომ ავღანეთში ჩვენ არ მივსულვართ. ავღანეთი მოვიდა ჩვენთან. თალიბანი მოვიდა ჩვენთან, ალ-გაიდა მოვიდა ჩვენთან, ტერორიზმი მოვიდა ჩვენთან. და ახლა ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი წარმოგიდგენთ საქართველოს თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიას. ბატონო ბაჩო, საღამო მშვიდობისა, დიდი მადლობა იმისთვის, რომ მონაწილეობ ჩვენს გადაცემაში. გამარჯობათ. ბატონო ბაჩო, როტაცია განხორციელდა ქაბულში, მეორე ბრიგადის ასეული ჩაანაცვლა მესამე ბრიგადის ასეულმა. 6 თვის შემდეგ მსგავსი როტაცია მოხდება თუ არა კიდევ, ანუ გაგრძელდება თუ არა ქაბულის მიმართულება? კი, ბუნებრივია ეს წინასწარ დაგეგმილი როტაცია იყო, რაც ყოველ 6 თვეში ერთხელ მოხდება ხოლმე ასეულების ჩანაცვლება ქაბულის რეგიონში. იგეგმება თუ არა ავღანეთში ქართული კონტინგენტის კიდევ უფრო გაზრდა ჰელმანდის პროვინციაში მხედველობაში, რომელიც მდებარეობს პაკისტანის საზღვართან და ითვლება ერთ-ერთ ხელწერტილად. არა, ამ ეტაპზე გაზრდაზე არ არის საუბარი. თქვენ როგორც მოგეხსენებათ, ეს ბატალიონი, რომელიც წავიდა ჰელმანდში, ეს არის პირველი ნაკადი. შესაბამისად, ეხლა რაც ამ ეტაპზე იგეგმება, ეს არის 7 თვის შემდგომ როტაციით ახალი ბატალიონის ჩასვლა იმ შემადგენლობით. ასე რომ გაზრდა ჯერჯერობით, რა თქმა უნდა, არ არის დღის წესრიგში. მე ვახსენე, რომ ჰელმანდის პროვინცია ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილი ავღანეთში. ხშირად ისმის შეკითხვა, რატომ გზავნით ასეთ ცხელ წერტილში სამხედროებს? თქვენ რას უპასუხებთ ამ შეკითხვას? მე მარტივად გეტყვით, რომ ჩვენ მარტო ჰელმანდში არ აყვავს დანაყოფი, როგორც ეხლა წეგან ვახსენე, ჩვენ ქაბულშიც გვყავს დანაყოფი. ქაბულის შესაბამისად ამბობენ, რომ უფრო არ არის ისეთი ცხელი წერტილი, როგორც ჰელმანდი, მაგრამ ჩვენი შეფასებით, რა თქმა უნდა, საერთოდ რეგიონი მთლიანად პრობლემატურია, ქაბული იქნება თუ ჰელმანდი, არის რა თქმა უნდა რაღაც განსხვავება, იმიტომ რომ ამერიკის ქვეითთა კორპუსი სულ ახალხან დაამთავრა ჰელმანდში მნიშვნელოვანი ოპერაცია, რომელიც გულისხმობდა თალიბებისაგან რეგიონის გაწმენდას და შემდგომი ეტაპია სწორედ ჩვენი და სხვა ამერიკელებიც იქ ჩანაცვლება, რომლებიც უკვე მშვიდობის უზრუნველყოფისთვის იქნებიან იქ მობილიზებული. ასე რომ რამდენად ცხელი და ცივია წერტილი, ეგ უკვე კიდე სხვა განხილვის თემებია, იმიტომ რომ არის რაიონი, რომელშიც ოპერაცია ახალხან დამთავრდა, ასე რომ ამ თვალსაზრისით შეიძლება იყოს უფრო პრობლემატური ვიდრე ქაბული, რა თქმა უნდა, მაგრამ გადაწყვეტილებას თვითონ კონტინგენტის განთავსების თაობაზე არ ვიღებთ მხოლოდ ჩვენ, ამას ვიღებთ ჩვენ კოალიციის სარდლობასთან ერთად და ამ ეტაპზე იქნა ისეთ გადაწყვეტილება მიღებული, რომ ჩვენი ბატალიონი იქნება, რა თქმა უნდა, ჰელმანდში. თქვენ ახლა გისმენთ ძალიან ბევრი ადამიანი და მოდი განმარტოთ, რატომაა ეს მისია საქართველოსთვის მნიშვნელოვანი? ანუ უფრო გასაგებად რო ვთქვათ, რას გვაძლევს ჩვენ ავღანეთში ჩვენი მისიის ყოფნა? მე გეტყვით ძალიან მარტივად იმის თაობაზე, პოლიტიკურ მნიშვნელობაზე, რომელიც
ბევრჯერ იქნა რა თქმა უნდა განცხადებული და მე შემიძლია კიდევ ერთხელ თქვენს მაყურებლებსაც განუცხადო იგივე, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური თვალსაზრისით, იმიტომ რომ ნატოს წარმატება ავღანეთში ეს ნიშნავს იმას, რომ რეგიონი, რომელიც გახდება სტაბილური, ეს ნიშნავს ნაკლები რესურსების დახარჯვას, ნაკლები ენერგიის დახარჯვას ნატოს მხრიდან ამ რეგიონზე, რაც ჩვენ თავისთავად გვაძლევს უპირატესობას შემდგომში მომავალში სხვა ამ ენერგიისა და რესურსებიდან უფრო მეტი სარგებელი მივიღოთ ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებისათვის. რაც დამირწმუნეთ, ალბათ ჩვენთვის არის ნომერ პირველი პრიორიტეტი ამ ეტაპზე. ისე რომ ეს არის პოლიტიკური მნიშვნელობა, რომელიც რა თქმა უნდა ძალზედ საინტერესოა, მაგრამ ამავდროულად მე როგორც ამოწყების ხელმძღვანელი შეიძლება გითხრათ, რომ ჩვენი სამხედროებისთვის განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს იმ პრაქტიკას და იმ წვრთნებს, რომლებიც ესენი გადიან როგორც მომსახურებელ პერიოდში ავღანეთში ოპერაციის ჩართვამდე, ასევე შემდგომ ოპერაციაში, იმიტომ რომ თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ სამხედრო პროფესია ეს არის პროფესია, რომელიც მხოლოდ თეორიული სწავლებებით რა თქმა უნდა ვერასდროს ვერ იქნება სრულყოფილი. მე შემიძლია გითხრათ ერთი პატარა მაგალითი მარტო ამ ბატალიონთან დაკავშირებით, რომელიც ახლა ჰელმანდში წავიდა. ეს იყო საკმაოდ კარგად მომზადებული და საკმაოდ კარგად ორგანიზებული ჩვენი დანაყოფი, მაგრამ მან დამატებით გაიარა 7 თვიანი წვრთნები ამერიკელი საზღვაო ქვეითების ორგანიზებით. რაც იყო განსაკუთრებით დიდი გამოცდილება ჩვენი სამხედროებისათვის და მე დარწმუნებული ვარ, რომ თვითონ ოპერაციაში მონაწილეობის დროსაც ჩვენი როგორც მმართველობითი რგოლი, ასევე ჯარისკაცები მიიღებენ კიდევ უფრო განსაკუთრებულ და მნიშვნელოვან გამოცდილებას, რაც შეიძლება მე ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყოს უკვე საქართველოში. და ერთი შეკითხვა, ჩვენ ვახსენეთ კიდეც საუბრის დროს საქართველოს პროცენტულად ერთ-ერთი მოწინავეა, რომელსაც ყველაზე მეტი ჯარისკაცი ყავს პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით. რამდენად სწორია ეს გადაწყვეტილება? გადაწყვეტილება მე როგორც გითხარით, რა თქმა უნდა ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო დიდი ფიქრის და ფიქრების შემდგომ, ეს არ იყო რა თქმა უნდა ნაუცბედები, ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ მთელი ციკლია, ეს არ არის მხოლოდ მონაწილეობა ცალკეული ბატალიონის კონკრეტულ ოპერაციაში, მე როგორც გითხარით, ეს არის ჯერ 7 თვიანი მზადების პროცესი, მნიშვნელოვანი სერიოზული სწავლებები, რომლებიც შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის არის საერთო აუცილებელი და შემდგომ განსაკუთრებით დიდი გამოცდილება. სწორედ აქედან გამომდინარე, იმიტომ რომ აქ ჩვენც მნიშვნელოვან სარგებელს ნახულობთ და იმ საჭიროებებიდან გამომდინარე, რომელიც განცხადებული იყო ISAF-ის ოპერაციაში მონაწილეობისთვის, გადაწყვეტილება იქნა მიღებული ამ რაოდენობის გაგზავნასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს საინტერესო იმ თვალსაზრისით არის, რომ არის სახელმწიფოები, რომლებსაც წარმომადგენლობა ყავთ 5, 10, 20 კაცი. და არიან სახელმწიფოები, რომლებსაც 10,000 და უფრო მეტი და ჩვენ რა თქმა უნდა ამ შემადგენლობაში სადღაც 1000 სამხედრო მოსამსახურებით, ბევრად უფრო სოლიდური წარმომადგენლობით გამოვიყურებთ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, იმიტომ რომ მონაწილეობა მიიღეთ ჩვენს პირველ გადაცემაში. ჩვენ შეკითხვებს უპასუხა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ. ჩვენ კი ავღანეთის თემით დავბრუნდებით სულ რამდენიმე წუთში პირდაპირ ეთერში რეკლამის შემდეგ. ივნისიდან მხოლოდ პირველ არხზე მსოფლიო ჩემპიონატი 2010. თქვენ უყურებთ ვახოს ანაიას რეპორტაჟს. ავღანეთში მე-9 წელია ომია. ომი, რომელიც ფაქტობრივად 2001 წლის 11 სექტემბერს დაიწყო და ჯერ არავინ იცის როდის დასრულდება. როცა ომი იწყებოდა, ამერიკა ერთსულოვანი იყო. ახლა ბევრი რამ შეიცვალა. გაჩნდა ბევრი სკეპტიკოსი, რომელიც მიიჩნევს, რომ ავღანეთში ომს აზრი არა აქვს. მაგრამ აქვე ჩნდება შეკითხვა, მაშინ ვინ და როგორ შეაკავებს საერთაშორისო ტერორიზმს, ალ-ქაიდას, თალიბებს? გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ავღანეთი დღეს მსოფლიოს ყველაზე დიდი თავის ტკივილია. მაშასე, ავღანეთი ნაწილი მეორე, თაობების ომი. ურთულესი ომი, რომელიც მე-9 წელია მიმდინარეობს. ამ ომმა უკვე წაიღო უზარმაზარი მატერიალური და ადამიანური რესურსი.
ამერიკის ლიდერებს სულ უფრო ხშირად უწევთ ხალხისთვის იმის ახსნა და დასაბუთება, თუ რატომ იბრძვიან და იღუპებიან მათი ოჯახის წევრები, სადღაც მათი ქვეყნიდან ასე შორს ავღანეთის მიწაზე და რატომ გადის მსოფლიოს უსაფრთხოების ხაზი ამ ქვეყანაში. ყველაფერი 2001 წლის 11 სექტემბერს დაიწყო. ალ-კაიდამ ამერიკაზე დარტყმა მიიტანა. მთელი მსოფლიო შოქშია. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ბინ ლადენმა აიღო. ამერიკის დაზვერვის მონაცემით მან თავშესაფარი ავღანეთში პოვა. ამ დროს ავღანეთის მთავრობაში თალიბები არიან. მათ ბინ ლადენის გადმოცემაზე უარი განაცხადეს. ნატომ გადაწყვეტილება მიიღო. ამოქმედდა ალიანსის მეხუთე მუხლი. ამერიკის სენატმა და წარმომადგენლობითმა პალატამ სრული ერთსულოვნება გამოიჩინა. ამერიკელებისა და ბრიტანელების კოალიციური ძალები ავღანეთში შედიან. 2001 წელს დაწყებული ომი დღემდე გრძელდება. მთავარი გამოწვევა დღეს ალიანსისათვის არის ავღანეთში ნატოს ოპერაცია, რა თქმა უნდა ეს არის სიმტკიცის ტესტიც, ეს არის გამძლეობა და ეს არის უპირველეს ყოვლისა აუცილებლობა მათი წარმატებისა. 9 წლის თავზე თავად ბარაკ ობამამ მდგომარეობას ასე აღწერს. ეს ომი ჩვენ არ გამოგვიწვევია, მათ შეიწირეს უდანაშაულო მამაკაცების, ქალებისა და ბავშვების სიცოცხლე განურჩევლად რელიგიისა, რასისა თუ მდგომარეობისა. ავღანეთი დაკარგული არ არის, მაგრამ რამდენიმე წლის განმავლობაში ამ ქვეყნის უკუსლას ჰქონდა ადგილი. ალ-კაიდა ავღანეთში ისეთი რაოდენობით აღარ აღმოცენებულა, როგორც ეს 11 სექტემბრამდე იყო, მაგრამ საზღვრის გაყოლებაზე მას კვლავ ხელში უჭირავს თავისი უსაფრთხო თავშესაფარი. ამერიკული სამხედრო ხელმძღვანელობა ავღანეთში მთავარ სირთულეს მიხვდა. გარკვეული ტერიტორიების აღება შესაძლებელია, ყველაზე ძნელი მისია სწორედ ამის შემდეგ იწყება. ურთულესია აღებული ტერიტორიების გაკონტროლება. როგორც კი მოკავშირეები სხვაგან გადაინაცვლებენ, თალიბები ბრუნდებიან და ტერიტორიასაც იბრუნებენ. This is a real war. And this is a shooting war. ავღანეთში დღეს არის სისხლისმღვრელი ომი და ეს ნატომ უნდა აღიაროს. დღეს თალიბების და ჯიჰადის სხვადასხვა ორგანიზაციის წევრები ავღანეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ძირითადად პაკისტანის საზღვართან არიან გამაგრებულები და დიდ საფრთხეს წარმოადგენენ. 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ მსოფლიოში 15000 ტერაქტი მოხდა. ათასობით დაიღუპა, როცა შეერთებულმა შტატებმა იერიში მიიტანა თალიბებზე, მაშინ ავღანეთი ტერორისტების ცენტრი იყო. ამერიკელების ავღანეთში შესვლის შემდეგ ტერორისტები სხვადასხვა ქვეყნებში გაიფანტნენ: პაკისტანში, სომალიში, იემენში, ზოგი დასავლეთ ევროპაშიც. ეს არის გლობალური საფრთხე. ჩემი აზრით, პრეზიდენტ ობამას მცდარი მოლოდინები აქვს, როცა ის საუბრობს ავღანეთის მოდერნიზებაზე. ეს არის მხოლოდ ამბიციები, ვით უმეტეს ახლა ეკონომიკური კრიზისია, ჩვენ არ უნდა ველოდეთ, რომ ავღანეთი მალე შვეიცარია გახდება. ჩვენ ჯერ უნდა დავამარცხოთ ის ტერორისტები, რომლებსაც ავღანეთიდან გამოსვლა და ჩვენთვის ზიანის მოყენება უნდათ, მაგრამ თუ ტერორისტებს ავღანეთის მთებში დარჩენა ურჩევნიათ, მაშინ ჩვენ მათ ამის საშუალება უნდა მივცეთ. ობამა თავის გამოსვლაში შეეცადა დაესაბუთებინა თუ რატომაა ავღანეთში კონტინგენტის გაზრდა აუცილებელი. ამერიკის პრეზიდენტი საერთაშორისო ძალების მეთაურის გენერალ მაკრისტალის მოსაზრებებს დაეყრდნო. ობამას არგუმენტი: თუ ავღანეთში დამატებით 30000 ჯარისკაცი არ გაიგზავნება, ომი უფრო დიდხანს გაგრძელდება. კონტინგენტის გაზრდა აუცილებელია ომის მალე დასამთავრებლად და ექსტრემისტების სრული განადგურებისთვის. ჯარი უკან დაბრუნებას 18 თვის შემდეგ დაიწყებს. ამ ადგილას ადრე ცხოვრება შეუძლებელი იყო. თალიბები ყველგან იყვნენ, დღეს თითქოს მშვიდობაა, თუმცა მაინც შიშით ვცხოვრობთ. რადგან 4 შვილი მყავს და არ მინდა ჩემმა შვილებმა ომი საკუთარ თავზე გამოსცა. თალიბანის რეჟიმის და ომის დროს მე ჩემს ოჯახთან ერთად ირანში დევნილობაში ვცხოვრობდი. ხოლო კარზაის გაპრეზიდენტების შემდეგ მოვახერხე სამშობლოში დაბრუნება. დღეს მე აქ დასაქმებული ვარ, თუმცა საფრთხე მაინც არსებობს, რადგან თალიბები გააქტიურებულები არიან. რა არის ის სურათი, რაც საბოლოოდ კოალიციურმა ძალებმა უნდა დატოვონ ავღანეთში? რა ჩაითვლება გამარჯვებად? კოალიცია ცდილობს გაანადგუროს თალიბები და ამასთან შეძლოს ავღანეთის ისეთი მთავრობის, ჯარისა და პოლიციის დატოვება, რომელიც თავად შეძლებს საკუთარი ქვეყნის დაცვას და თალიბების თარეშის აღკვეთას. თუ ეს მიზანი მიღწეული იქნება, უცხო ძალები ავღანეთს დატოვებენ. ომის მე-9 წელია და ჯერ ვერავინ ამბობს, როდის მიაღწევენ კოალიციური ძალები დასახულ მიზანს.
ავღანეთში დღეს ნატოს 5 რეგიონალური მართვის centrია ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილზე პასუხისგებლობა გერმანელებს ეკისრებათ, დასავლეთზე იტალიელებს, აღმოსავლეთზე ამერიკელებს, სამხრეთზე ბრიტანელებს, ცენტრალურ ნაწილზე კი ჩვენ თურქებს. თურქეთი ავღანეთის ნატოს ოპერაციაში 2001 წლიდან არის ჩართული და უდიდესი წვლილი შეგვაქვს. კაბულში ერთი ბრიგადა გვყავს. ჩვენ მონაწილეობთ ავღანეთის სამოქალაქო და რეკონსტრუქციის ოპერაციაშიც. ვწვრთნით ავღანეთის ეროვნულ არმიას და პოლიციას. ჩვენ ვამზადებთ ავღანელებს, რომ დაიცვან საკუთარი თავი, რომ ავღანეთის არმია გახდეს ბრძოლის უნარიანი. ეს ფოტო 2001 წლის ოქტომბერშია გადაღებული. ჰამიდ ყარზაი ამერიკელ სპეცრაზმელებთან ერთად დგას. ამ დროს მიმდინარეობს სამხედრო ოპერაცია ალ-ქაიდასა და თალიბების წინააღმდეგ. მოგვიანებით ის პრეზიდენტი გახდება. 2009 წელს ჩატარდა მეორე საპრეზიდენტო არჩევნები. გაყალბებამ და ქვეყანაში გამეფებულმა კორუფციამ ყარზაის მთავრობას ჩრდილი მიაყენა. მიუხედავად ამისა, ის დღეს მაინც პრეზიდენტია. მოსახლეობა აქ ძალიან ცუდად ცხოვრობს და ძირითადად ჰუმანიტარულ დახმარებაზე ვარ დამოკიდებული. დღეს ავღანეთის მთავარი პრობლემა სიღარიბე, უმუშევრობა და განათლების დაბალი დონეა. ძალიან ბევრმა წერა-კითხვა არც კი იცის. მე მინდა რომ ჩემს შვილებს ისეთივე განათლების სისტემა ჰქონდეთ, როგორც ნატოს წევრ სახელმწიფოებში. قول الصوارم كي تسترد المظالم حتى الأراذيل ساموا رسول أهل العزائم القول قول الصوارم كي تسترد المظالم მოძრაობა თალიბანი 1994 წელს შეიქმნა. 1996 წელს თალიბანმა კაბული აიღო. პრეზიდენტი ნაჯიბულა კი სიკვდილით დასაჯა. თალიბებმა შარიათის კანონის უმკაცრეს ინტერპრეტაციებს მიმართეს. დაწყებული ტელევიზორის ყურების აკრძალვიდან დასრულებული საჯარო სიკვდილით დასჯით. ოდნავ გვიან თალიბებმა ახალი იარაღის გამოყენება დაიწყეს. თვითმკვლელი ტერორისტების. ამ ახალი იარაღის ყველაზე მძიმე შედეგი მსოფლიომ ნიუ-იორკში 2001 წლის 11 სექტემბერს იხილა. მოძრაობის წევრები ძირითადად პუშტუნები არიან. საინტერესოა, რომ ავღანეთის მოქმედი პრეზიდენტი ჰამიდ ყარზაიც პუშტუნია. ყარზაისა და მისი მთავრობის განადგურება დღეს თალიბების მთავარი მიზანია. არსებობს პრობლემის მოგვარების ორი გზა. ერთი თალიბების სრული განადგურება და მეორე მათთან მოლაპარაკების დაწყება. აქვს თუ არა თალიბებთან მოლაპარაკებას დღეს რაიმე პერსპექტივა. سقنا حليلات كسرى بالسوط سوق الغنائم رسولنا من صنعنا ერაყის მაგალითი გვანახებს, რომ როცა მშვიდობიანი მოსახლეობა შენს მხარეს არის, მაშინ ისინი აღარ ეხმარებიან ტერორისტებს. თალიბანის მებრძოლებს ფულს უხდიან. თუ ჩვენ მეტს გადავუხდით და მოვისყიდით მათ წევრებს, მაშინ მათი ლიდერების განეიტრალებას მოვახერხებთ. ბრიტანეთის იმპერია მეამბოხე ლიდერებთან ყოველთვის ცდილობდა გარიგებას, თუმცა ეს მეთოდი ყოველთვის არ მუშაობდა და ასეთ დროს უსწორდებოდნენ. შეერთებული შტატების საზღვაო ფეხბურთელები გენერალი მაკკრისტალი და გენერალი პეტრიუსი ხედავენ, რომ თალიბებთან და ადგილობრივ ლიდერებთან შესაძლებელია გარიგება. ეს არის სამხედრო სტრატეგიის ნაწილი. ერაყში გარიგებამ შედეგი გამოიღო. ავღანეთში მთიელი ხალხია და მენტალიტეტი განსხვავებული აქვთ, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად უნდა შევეცადოთ, რომ ისინი ჩვენს მხარეზე გადმოვიყვანოთ. ავღანეთის საკითხს მრავალი წახნაგი აქვს. იქ მიმდინარე პროცესებზე დიდ გავლენას ახდენს მეზობელი პაკისტანი, რომლის საზღვართანაც პოვეს თავშესაფარი ტერორისტებმა. მნიშვნელობა აქვს რუსეთსაც, რომელიც თავის დროზე ავღანეთში დამარცხდა. გასათვალისწინებელია თავად ავღანეთის ჭრელი ეთნიკური შემადგენლობა. ამ ქვეყანაში წვავე დგას ნარკოტიკების საკითხი. ჩვენი თაობა მოუდრეკელ მტერთან ხანგრძლივ ომშია ჩაბმული. ეს სიტყვები ჯორჯ ბუშს ეკუთვნის. შემდგომ ეს ფრაზა ამერიკაში პოპულარული გახდა. დღეს კი ხანგრძლივი ომი ბევრს ძალიან აშინებს. ხანგრძლივი ომი განუზომლად დიდ ხარჯებსა და ჯარისკაცების სიცოცხლესთან აღმოჩნდა დაკავშირებული. ნატოსა და ამერიკისთვის ხანგრძლივი ომი ერთგვარი გამოცდაა. როგორ ჩააბარებს ამ სიმტკიცის გამოცდას დასავლეთის უძლიერესი სახელმწიფო, უძლიერესი სამხედრო პოლიტიკური ალიანსი თავის მოკავშირეებთან, მათ შორის საქართველოსთან ერთად, ამას მხოლოდ ერთი რამ, დრო გვიჩვენებს.
უბრუნდებით ისევ ავღანეთის რუკას. ამ რუკაზე კარგად ჩანს სად აკონტროლებენ ტერიტორიებს კოალიციური ძალები და სად არიან გამაგრებული თალიბები. მწვანე ფერით აღნიშნულია დაბალი რისკის ზონა. ეს ნიშნავს მოკავშირეების სრულ კონტროლს. ყვითელი ფერი საშუალო რისკი. სტაფილოსფერი მაღალი რისკის რეგიონები და წითელი ფერი აღნიშნავს თალიბებისა და მეამბოხეების კონტროლირებად ტერიტორიებს. ბოლო წითელი ფერი ითვლება ყველაზე მაღალი რისკის ზონად. როგორ იწყებოდა ავღანური კამპანია? მოდი გავიხსენოთ, რას ამბობდნენ მსოფლიო ლიდერები მაშინ. პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის სიტყვა ავღანეთის შესახებ. ჩვენ შევუშლით ხელს ტერორისტულ ქსელს, რომ შეიმუშაონ ახალი გეგმები და განახორციელონ მათი ეშმაკურის რახვები. ამავე დროს ავღანეთის შევიწროებული მოსახლეობა გაიგებს ამერიკის დიდ სულოვნებასა და მოკავშირეობას. ყველა ერთს აქვს უფლება არჩევანი გააკეთოს. ამ კონფლიქტში არ არის ნეიტრალური მხარე. 11 სექტემბრის შემდეგ ამერიკის ახალგაზრდა თაობამ სხვანაირად დაინახა და გაიგო თავისუფლების ღირებულება. ტონი ბლერი: ეს ულმობლობა იყო შეტევა ყველა ჩვენგანზე, ყველა რწმენის ხალხზე. ჩვენ ვიცით, რომ ალ-ქაიდას ქსელი ემუქრება ევროპას და ყველა იმ ერთს, რომელიც არ იზიარებს მათ ფანატიკურ შეხედულებებს. ეს იყო იერიში სიცოცხლესა და საარსებო წყაროებზე. ჩვენ ვიცით, რომ ზოგჯერ, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა, ჩვენ გვჭირდება ბრძოლა. ჩვენ ამას ვაკეთებთ მხოლოდ მაშინ, როდესაც მიზეზი არის სამართლიანი. დღეს ეს მიზეზი არის სამართლიანი. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი: ესაა მისია, რომელიც გარანტირებულს ხდის ჩვენს თავისუფლებასა და უსაფრთხოებას. მე ვდგავარ ამ მისიის უკან. მე მხარს ვუჭერ ამ მისიას. თავისუფლება, სოლიდარობა და პარტნიორობა ეკუთვნის ერთმანეთს. ისინი უნდა იყვნენ განუყოფელი ჩვენთვის, რომ შევძლოთ დავძლიოთ გამოწვევები. 1979-1989 წლები. საბჭოთა კავშირის 10 წლიანმა ყოფნამ ავღანეთში ეს ქვეყანა სრულიად მოშალა. რა განსხვავებაა ნატოს მისიასა და საბჭოთა მისიას შორის? ავღანეთი, აფეთქებული ნაღმი. წელი. ავღანეთის მიწა უკანასკნელმა საბჭოთა ჯარისკაცმა დატოვა. 10 წლიანი ომი საბჭოთა კავშირის დამარცხებით დასრულდა. რუსულმა ოკუპაციამ ქვეყანაში ქაოსი და ნანგრევები დატოვა. ამ ომმა მილიონზე მეტი მშვიდობიანი ავღანელის სიცოცხლე იმსხვერპლა. 1979 წლის 27 დეკემბერს დაწყებული ავღანური კამპანია 10 წელი გაგრძელდა და საბჭოთა კავშირისთვის ვიეტნამად გადაიქცა. ავღანეთში 15000 საბჭოთა მოსამსახურე დაიღუპა, მათ შორის 128 ქართველი იყო. 6 ქართველი კი დღემდე უცოუფლოდ დაკარგულად ითვლება. საქართველოსდან ამ ომში სულ 5000 ჯარისკაცი მონაწილეობდა. ავღანეთი მე-14 საუკუნიდან პრაქტიკულად მუდმივად ომის მდგომარეობაშია. ეს ხალხი შეჩვეული იყო ომს და საკმაოდ კარგი მებრძოლებიც არიან. მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები ჰქონდათ შეიარაღების, ნაკლებად შეიარაღებულებიც იყვნენ, თუდად შეიარაღებულებიც იყვნენ, ამ შემთხვევაში აწარმოებდნენ პარტიზანულ ომებს, არ ყავდათ საბრძოლო ტექნიკა, არ ჰქონდათ ავიაციის მხარდაჭერა, ისინი საკმაოდ დიდ პრობლემას უქმნიან საბჭოთა ჯარებს. საკმაოდ დიდ პრობლემას ამას ხას უსვავ ჩასაფრებებით, პარტიზანული ბრძოლებით და უეცარი თავდასხმებით. ყველაფერი ტრადიციულად რუსული სცენარით დაიწყო. 1979 წლის 27 დეკემბერი. კგბ-ს სადესანტო ასეულმა კაბულში პრეზიდენტ ჰაზიბულა ამინის და მისი ოჯახის ლიკვიდაციის ოპერაცია წარმატებით დაასრულა. 28 დეკემბერს ავღანეთს უკვე საბჭოთა კავშირის მიერ დასმული მარიონეტი მეთაური ბაბრა კამრალი ჩაუდგა სათავეში. ამინის ლიკვიდაციის ოპერაციის პარალელურად ავღანეთის საზღვრებს ჩრდილოეთიდან 80,000-იანი წითელი არმია მოადგა და ქვეყნის ოკუპაცია უმოკლეს ვადებში დაასრულა. რუსი მეცნიერები ნახევრად ხუმრობით, ნახევრად სერიოზულად ლაპარაკობენ ისე რომ აი ამ პოლიტბიუროში რომ ვისმეს ცოდნოდა მაინც ავღანეთის ისტორია და ამას არ გააკეთებდა, ვინაიდან ინგლისელებმა ისეთი გაკვეთილი იწვნიეს, რომ სხვა ამ ფოცხზე ფეხს არ დააბადებდა. წითელი არმიის სისასტიკეს ავღანელების პასუხი მალევე მოხდა. მოჯაჰედები რუს სამხედროებს ყველა მხრიდან თავს ესხმოდნენ. წინააღმდეგობის ფრონტი მთელ ქვეყანაში გაიშალა.
بگو من 17 ساله بچه بودم 25 წლის წინ ჩემს თანატოლებთან ერთად მე რუს სამხედროებს ვებრძოდი. მაშინ 15 წლის ვიყავი და იძულებული გავხდი საომარ მოქმედებებში მიმეღო მონაწილეობა, რადგან რუსები თავისუფლებას გვართმევდნენ. ჩვენ ISAF-ის სამხედროებთან ერთად დღესაც ვიბრძვით, ოღონდ უკვე ტერორისტების, ქუჩებში თავდასხმების, კრიმინალებისა და კამიკაძეების წინააღმდეგ. ამირან მურვანიძე პირველი ქართველი ტელეოპერატორია, რომელიც ავღანეთში ჩავიდა და იმუშავა. ამირან მურვანიძე ბევრ ისტორიას იხსენებს. გაგვიშვეს იქ ამ კუნდუსში. ნუ მე ოღონდ 4 თვე კი არა, 2 დღეში აიღეს დუშმანებმა და საერთოდ ალყაში ვიყავით. ეს ქალაქი დაიპყრეს თლიანად იმანს და სამხედრო ნაწილი იყო დანარჩენი გარშემო სულ დუშმანები იყვნენ, ისა ვისაც საბჭოთა არ მოწონდა იქა და ალყაში ვიყავით ესე და უკვე ცხედრები იყო იქა და სუნი იყო, მთელი მაშინ ნაწილი სუნი იყო და მე-16 დღეს გვითხრეს მე და არმაც რომ ერთადერთი შანსია რომ გაფრინდეთ აქედან ეს კუნდუზი იყო და ქაბულში ჩავსულიყავით და მე თქვა სახში დავსულიყავით რომ აი ჩორნი წულპანი ერქვა და აი უნდა დაждეთ ამ ცხედრებს რომ დავდებთო ზევიდან უნდა დაждეთ თქვენ და აი თუ შეძლებთ ამ სუნს რომ გაუძლო და ჩახვიდეთო ქაბულში აი იმ შემთხვევაში დაბრუნებითო რამდენ ხანს იქნები და აქ რა მოხდებაო ღმერთმა არ იცის. პარტიზანული ომი წარმატებით დასრულდა. მიხეილ გორბაჩოვი იძულებული გახდა ავღანეთიდან ჯარი გამოეყვანა. ომი დასრულდა, მაგრამ ავღანეთი აღმოჩნდა ქაოსში და სრულიად მიტოვებულ ქვეყანად იქცა. ქვეყანა ომის შედეგად 5 მილიონმა ადამიანმა დატოვა. დანგრეულ და მშიერ ავღანეთში ადვილად მოიკიდა ფეხი თალიბანმა და ალ-ქაიდამ. რუსულმა ავანტიურამ ავღანეთს მძიმე დაღი დაასვა, რომელიც დღესაც მოუშუშებელ ჭრილობად რჩება თითოეული ავღანელისთვის. და ახლა ჩვენი გადაცემის სტუმარია ადამიანი, რომელიც არაერთი კვირა იმყოფებოდა ავღანეთში, ადამიანი, რომელიც შეხვდა ავღანეთის პოლიტიკურ ელიტას, ნატოს მისიის ხელმძღვანელობას, მათ შორის კოალიციური ძალების მეთაურს. მე მივესალმები სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის დირექტორს ანდრო ბარნოვს. საღამოშვიდობისა. საღამოშვიდობისა. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და პირველი შეკითხვა, რომელიც ასე ვთქვათ, ლაიტმოტივად გაზრდებს ჩვენს დღევანდელ გადაცემას. რატომ ვიბრძვით ავღანეთში? ხო, ესეთი მნიშვნელოვანი კითხვაა, ყველას ესაწუხებს, აქვს ამას წმინდად ისეთი პრაქტიკული მხარე, კერძოდ ჩვენი ჯარი იღებს ძალიან სერიოზულ გამოცდილებას, ეს არ არის არც კოსოვო და არც ერაყი, ხო, იქ სხვა ტიპის ოპერაციებში არიან ჩართულები ჩვენები და ამის გარდა მიიღეს ძალიან სერიოზული წვრთნა მანამდე სანამ წავიდოდნენ. ამიტომ ეს არის ცალსახად ძალიან სასარგებლო ჩვენთვის, თან ეს არ არის მხოლოდ ის კონტინგენტი, რომელიც დროის ერთ გარკვეულ მონაკვეთში იმყოფება, ხო, იმიტომ რომ იქ როტაცია და რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრი ჩვენი სამხედრო მიიღებს ამ გამოცდილებას, ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ერთი, მაგრამ ამის გარდა არის ძალიან მნიშვნელოვანი კიდევ პოლიტიკური მხარე ამ ყველაფრის, იმიტომ რომ განსაკუთრებით 2008 წლის ომის შემდეგ, როცა რუსეთი ყველაფერს აკეთებდა, რომ ჩვენ იზოლაციაში აღმოჩენილიყავით, ხო? ეს არის ალბათ სამყაროს მსოფლიოს ისტორიაშიც კი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ძალისხმევა, რაც ერთ რეგიონში კეთდება და ამდენი ქვეყანა არის ჩართული, ხო? ეს არ არის მარტო ნატოს ქვეყნები, იქ 20-მდე არა ნატოს წევრი ქვეყანაა ჩართული, მართალია ზოგი უნიშნულო კონტინგენტი, მაგრამ თუნდაც ერთ კაც დონეზე მონაწილეობა უკვე ნიშნავს, რომ ხარდაჭერა ამ კოალიციას აქვს იმ ქვეყნისა, რომელმაც მიავლინა ესა თუ ის წარმომადგენელი, ხო? ასე რომ პოლიტიკურადაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. რამდენად ახლოსაა ჩვენთან ტერორიზმი, მე მომისმენია, ვთქვათ, განცხადებები და ადამიანებს უჩნდება შეკითხვა, რატომ უნდა ვებრძოლოთ ასე შორს, ხო, სადღაც ავღანეთში ტერორიზმს. ის ხო არ არის ჩვენთან ახლოს. სად პოულობს ყველაზე უფრო კარგ ნიადაგს, ნოყიერ ნიადაგს, ორგანიზებული დანაშაული და უშუალოდ ხო ეს იქნება იარაღით ვაჭრობა, ნარკოტიკებით ვაჭრობა, თვითონ უშუალოდ ტერორიზმი, იქ სადაც სახელმწიფო არის ყველაზე სუსტი. ჩვენ და მთელი ეს კოალიცია იმიტოა დღეს წარმოქმნილი ავღანეთში, რომ იქ სახელმწიფო არის ყველაზე სუსტი. და მთელი მსოფლიოს მასშტაბით თუ კი სადმეა ესეთი ყველაზე მძიმე ორგანიზებული დანაშაულის ნიშნები არსებობდა, იქ შეიქმნა ამისი მართვის პულტი, ასე თქვათ, იქ შეიქმნა ძირითადი ბირთვი. იქ რაც ხდება დღეს, ხა წინა წლებში ცოტა სხვა სტრატეგია იყო, მაგრამ აი ახალი სტრატეგია რო ავიღოთ, ხო, არის მიმართული არა დაუშვათ იქ ვიღაცა კონკრეტულად ტალიბანის ლიდერების ან ალ-ყაიდას ლიდერების ზებრაზე და მათ განადგურებაზე, არამედ ავღანეთის სახელმწიფოს
გაძლიერებაზე. კოალიციური ძალების მიზანია, რომ დატოვოს ისეთი ჯარი, ისეთი მთავრობა, ისეთი პოლიცია, რომელიც თავად მართავს ავღანეთს და თვითონ კი გამოვიდეს, ხო? საბოლოოდ მიზანი არის ეს. აი თქვენ იმყოფებოდით ავღანეთში და ამ ხრივ არის რაიმე მიღწევა ინსტიტუტები როგორ მუშაობს, ან მუშაობს თუ არა საერთოდ გამართულად ავღანეთში რა შედეგს მიაღწია ამ დროისთვის? მნიშვნელოვანი ძვრებია, ძალიან მნიშვნელოვანი ძვრებია. ეს არ ნიშნავს იმას და მე ვერ ვიტყვი ჩემგან ნამდვილად დარწმუნებით, რომ დაუშვათ 2 წელიწადში როგორც ეს არის გამოცხადებული მთლიანად მიღწევადი იქ არის მიზანი, ამის თქმა მე მიჭირს. შეიძლება არის ვისურვებდი რომ იყოს, მაგრამ მე პირადად ეჭვმეპარება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის რომ პროგრესი არის და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი, ეს არის უბრალოდ ფაქტი, უტყუარი ფაქტი, რომელიც მე ჩემი თვალით ვნახე. ომის დაწყების შემდეგ არსებობს მონაცემი, რომ ნარკოტიკებით ვაჭრობა უფრო გაიზარდა. აი ამას რა ახსნას უძებნით? ძალიან მარტივია ამისი ახსნა, აღარ არსებობს ალ-ყაიდას რეჟიმი, ტალიბანი რომელიც ნელ-ნელა ტრანსფორმირდა ამბოხებულთა მოძრაობად, ისინი ცდილობენ რომ რაღაცნაირად რესურსები შეივსონ. და ერთ-ერთი წყარო ეს არ არის ერთადერთი წყარო, მაგრამ ერთ-ერთი წყარო არის სწორედ ეს ნარკოტიკები. გასაგებია, მე თალიბებზეც მინდა გკითხოთ ჩვენი საუბარი ნელ-ნელა დასასრულისკენ მიდის. აქვს თუ არა თალიბებთან მოლაპარაკებას რაიმე პერსპექტივა? არის ნიშნები რაღაცა რომ შედეგები დგება ახლა. ეს არ არის ჯერ მასიური, მაგრამ ასეთი ნიშნები არის რომ არის ხალხი, რომელიც ანებებს თავს თალიბობას, ასე ვთქვათ, და უბრუნდება სამოქალაქო ცხოვრებას. ეს არ არის რაღაც რამდენიმე ათეული ეს. მე მგონი უკვე ასეულობით ითვლება ასეთი ადამიანების რიცხვი. არის იმედი, რომ მომავალში უფრო და უფრო გაიზრდება. როგორც ისეთი ორგანიზაციასთან მოლაპარაკებას უბრალოდ სწორად წარმოვიდგინოთ ჩვენ რა არის ტალიბანი დღეს. ეს არ არის რაღაცა ალ-ყაიდას ფრთა, ასე ვთქვათ, ან ალ-ყაიდას მართული რაღაც ჯგუფი, ეს ნელ-ნელა უკვე ტრანსფორმირდა კლასიკურ იმაში მეამბოხეების ორგანიზაციაში. აი სულ ცოტა ხნის წინ, რაღაც 2 თვის წინ თვითონ კარზაიმ აღიარა, რომ საქმე აქვს უკვე რაღაცა შიდა მეამბოხურ, ასე ვთქვათ, მოძრაობასთან ტალიბანის საქმე. რა როლი აქვს პაკისტანს ამ ყველაფერში? ეს სახელმწიფო, ასე ვთქვათ, ხო, მე მინდა რაღაცნაირად შევეხოთ, რაც შეიძლება მოკლედ, მაგრამ მაინც შევეხოთ პაკისტანის. რა როლს თამაშობს ავღანეთის საკითხში პაკისტანი? პაკისტანს აქვს 2 თავისკივილი ავღანეთთან დაკავშირებით, რის ეშინია. ერთი არის ის, რომ მისი ვაზირისტანი, რომელიც არის პაკისტანის ნაწილი, არის ძალიან დიდწილად პაშტუნების ტომით დასახლებული და პაშტუნები ისტორიულად უფრო ავღანეთის ნაწილად მოიაზრებენ ხოლმე თავს და ამიტომ ეშინია პაკისტანს, რომ თუ გაძლიერდა ავღანეთი ამან არ გამოიწვიოს სეპარატისტული მოძრაობა პაკისტანის შიგნით. მეორე არის ინდოეთი, რომელსაც აქვს ძალიან კარგი ურთიერთობა ავღანეთთან და ძალიან ცუდი პაკისტანთან. და პაკისტანს არ უნდა რომ აღმოჩნდეს 2 სტრატეგიულ მოკავშირეს შორის მოქცეული. ამიტომ ის სიტუაცია, რაც დღეს გვაქვს ჩვენ პაკისტანში, ავღანეთში დიდწილად არის პაკისტანის გამოსწორებული. არის თუ არა ერთგვარი უსერიოზულესი და გადამწყვეტი გამოცდა ნატოსთვის, თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებში, როგორ დამთავრდება ავღანეთის კამპანია? ერთი რაღაცა მოგვესმოდეს, ჩემი აზრით, რომ ავღანეთის წარმატება ან წარუმატებლობა ესე პირობითად რომ დაუშვათ, ეს პირდაპირ არ უკავშირდება ნატოს მომავალს და ნატოს იდენტობას. ხო, ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამის შემდეგ ნატოს დაუშვათ აღარ ექნება საქმე, ერთად საკეთებელი ან რაღაცა, ხო, მით უმეტეს ახალი სტრატეგიის პირობებში, რომელიც აგერ ცოტა ხნის წინ დრაფტი გამოქვეყნდა და ამ წლის ბოლოს იქნება მიღებული. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენი სტუმარი იყო ანდრო ბარნოვი და გადაცემის ბოლოს გადაცემა მინდა დავასრულო ბოლოს კიდევ ერთი ლიდერის სიტყვებით. ეს არ არის თავდასხმა ავღანეთსა და ისლამზე და არც ერთსა და რელიგიაზე. ეს არის ცივილიზაციის ღირებულებების დაცვა, რომელმაც შეაერთა ბევრი რელიგია, კულტურა და ქვეყანა. ისინი შეერთდნენ მსოფლიოს. თუ ჩვენ გვინდა ნამდვილი თავისუფლება, მაშინ აუცილებელია ჩვენ ვიყოთ მზად, რომ დავიცვათ ეს ღირებულებები და უფლებები. ომის ფასადაც კი. ცხოვრებაში არის მომენტები, როდესაც ჩვენი თავისუფლება მოითხოვს ნამდვილ მსხვერპლს. ეს სიტყვები ვაცლავ ჰაველს ეკუთვნის. დღევანდელი გადაცემა ამით დასრულდა. შევხვდებით ერთმანეთს მომავალ შაბათს საღამოს 9 საათზე პირველ არხზე. ნახვამდის.